მე მინდა ხალხს უთხრა რომ აი ამ კანონს თუ მიიღებენ ხვალე შეუძლია ვარდისფერ კალგოტკებიანი კაცი მოვიდეს და თქვას მიმიღეთ იმ ნუ შეგეუხერხულებათ რა მოდით მე ქართულად ლაპარაკობ არ ვიგინები მოვა და ეთქვის მე მიმიღეთ ეს დისკრიმინაცია ამ კანონს რომ მიიღებენ თქვენ შეიძლება ობიექტი გახდეთ უკვე აი ამ მაგ ცენზურის და დიქტატურის ქვეშ არა მე უბრალოდ ვცდილობ დავიცვათ არა მე ვცდილობ ბოლომდე მე ვამბობ მოვა ვინმე პერვერტი თქვენი ბავშვების საჯარო სკოლაში და იტყვის მიმიღეთ მათემატიკის მასწავლებლად და მას ეტყვიან რომ არა ვერ მიგიღებთ და ის იტყვის რომ მოხდა ჩემი დისკრედიტაცია მოდით დავხუროთ ეს სკოლა თქვენთვის ან საჯარისო ნაწილში მივა უკვე ნიშნავს იმას რომ ის თქვათ არ უნდა იყოს უმცირესობების გაიგივება პერვერტების მამათმავლების გაიგივება სხვა სახის უმცირესობებთან არის უახლესი ფანდი დასავლური აგრესიული ლიბერალიზმის თქვენი ფორმატი არ მაძლევს ამის საშუალებას, ხო? ცოტა დრო გვაქვს. და ისა რა ქვია, აეწეპენ და აეკიდნენ რომ თურმე ფერისკანი, რელიგიური, ნაციონალური და პლუს ესეც. ეს აბსოლუტური სისულელეა, იმიტომ რომ არც ერთ ამ კატეგორიას ადამიანი არ ირჩევს. არც მისი ბრალია, რა განსხვავება ადამიანი თეთრია, შავია, წითელკანიანია, მაჰმადიანია, ქრისტიანია, ქართველია, სომეხია. არავითარ რელიგიასაც კი არ ირჩევს ადამიანი ხშირად მშობლების დიან იმ რელიგიაში და მორჩა ეს არის შეგნებული არჩევანი ცოდვისა და გამოდის ახლა თეატროლოგიანი და ამბობს რომ ესო არ არისო ქორწინების დაკანონება და შვილის აყვანო ეგღა გვაკლია მაგ ჩოგბჯენში რო გადაიყვანო საზოგადოებას რომ სახვეწარი იზღაკ რომ ვაიმე ახლა ქორწინებას ნუ დაგვიკანონებთ იქვე წაგებული ხარ ბატონ ლევან, ახლა თქვენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ნეგატიურ კონტექსტში ახსენეთ, უკვე თქვენ იყავით გავბედე. სერიოზული მოწინააღმდეგე ყოფილი ხელისუფლების გამოვიდა რომ სხვა შორის სასულიერო პირებმა ახალ ხელისუფლებას უთხრეს რომ ალბათ კიდე მოვარჩევნები და კიდევ გენდომებად მხარდაჭერაო. მე მგონია რომ ამ კანონს თუ მიიღებენ, უკვე მეორე მოსმენით მიღებულია. იმიძე იმოქმედებს, ამ კანონს თუ მიიღებენ, მე მგონია რომ კინწისყრით გამოყრიან ამ პარლამენტს გარეთ ხალხი.